ინტერნეტ ტელევიზია ინკოგნიტო უამრავ პროექტს აშუქებს მაყურებლისათვის. ერთ-ერთია სწორედ საეკლესიო გადაცემა, რომელსაც ჩემი კოლეგა ელისაბედ კორინთელი აქტიურად აშუქებს. დღეს ჩემი გადაცემას საპატიო სტუმარი ყავს დეკანოზი გიორგი გოგესაშვილი, ჭალის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი. მოგესალმებით, მამა გიორგი. სამ ინტერვიუს ჩაწერას დავიწყებდეთ და გვეცით ჩვენი გადამღები ჯგუფი. მოგესალმებით, მართლა დაგვრჩეთ. დეკანოზი გიორგი გოგესაშვილი დაბადებულია 1985 წლის 7 თებერვალს. 2002 წელს დაამთავრა ქორეთის საჯარო სკოლა. ამავე წელს ჩააბარა ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტში, სამედიცინო ფაკულტეტზე. 2005 წელს გამოცდების ჩაბარების შემდეგ ჩაირიცხა თბილისის სასულიერო სემინარიაში, მოსამზადებელ კურსზე. 2006 წელს ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ და თბილისის სასულიერო სემინარიის მოსამზადებელი კურსის წარჩინებით გავლის შემდეგ უგამოცდოდ ჩაირიცხა სასულიერო სემინარიაში, რომელიც დაამთავრა 2010 წელს. 2009 წლის 5 აპრილს ჭიათურა საჩხერის მიტროპოლიტ დანიელის ხელდასმით მოხდა მისი კურთხევა, განწესება. თბილისის სამების საკათედრო და შემდგომ ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში დიაკვნად. 2010 წლის 14 იანვარს იკურთა მღვდლად. დაინიშნა ჭალის წმინდა გიორგის და მთლიანი თემის წინამძღვრად. მამა, რამდენად აუცილებელია ჩვენი თაობის ბავშვებისათვის ყოველდღიური რჩევები და თქვენი აქტიური ჩართულობა? მოგესალმებით, კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით, რომ ჩვენ მივიღებთ უებულობ თქვენს ტელევიზიაში მონაწილეობას. პირველ რიგში მე მგონი ქრისტიანობა და ზოგადად ჩვენი ჩართულობა ეკლესიის, პირადად ჩემი და ზოგადად ეკლესიის ჩართულობა ნებისმიერ ასაკში აუცილებელია და ყოველ შემთხვევაში, აი თქვენი ასაკის ბავშვებისთვის ალბათ ყოველდღიურად საჭიროებას წარმოადგენს. იმიტომ რომ ჩვენ ყველა ჩვენთაგანი ნებისმიერ დროს გვესაჭიროება ის პროცესი, რომ რაიმე რაღაც საკითხი, რომელიც მე არ ვიცი და შეიძლება კიდევ დამატებითი ინფორმაცია გამოცდილებისამებრ ქრისტიანული თვალსაზრისით როგორ იქნება, აი ამას ყველაფერს ვცდილობთ რომ ჩვენ მივაწოდოთ და მოგაწოდოთ თქვენ, რა თქმა უნდა, ყველა თქვენთაგან. ჩვენ ყოველდღიური ცხოვრებაში, აი ჩვენ სკოლაშიც მათ შორის მე პირადად ყველა ასაკის ჩვენი სკოლის ყველა ბავშვთან მაქვს შეხება ურთიერთობა. თითოეული დეტალი არ არსებობს დრო, რომელშიც არ იყოს გამოწვევა. მათ შორის ჩემ ასაკშიც, მათ შორის თქვენს ასაკში, ყველა ნებისმიერი ასაკის ბავშვისთვის რა და ყოველთვის ვცდილობთ მით უმეტეს ახლა აი ამ სივრცეში, სადაც ახლა ჩვენ ვყოფებით, ეს პრობლემა არ წარმოადგენს, იმიტომ რომ ჩვენთვის ეს ყოველდღიური ცხოვრების წესია და ნებისმიერ დროს თქვენ თანამარია და ნებისმიერ ბავშვს ამის პრობლემა არ აქვს, რომ ჩვენთან მოვიდეს, აი მე კითხვა იყოს, არაფერი პრობლემა არ არის, ხო? ჩვეულებრივ უბრალოდ თავისუფალი ურთიერთობა გვაქვს. ნებისმიერ ბავშვს, რომელსაც ჩვენთან სურვილი ექნება, ნებისმიერ ასაკისას, რომელსაც ჩვენთან რაიმე კითხვა ექნება, მათ შორის ჩვენ გვაქვს ესეთი, ესე ვთქვათ, ფუნქცია, მოვალეობა, ურთიერთობა. აი მაგალითად, არა მარტო ჩვენ სკოლაში, არამედ სხვა სკოლებშიც გავდივართ, თუ რა თქმა უნდა მათი სურვილია, არა მარტო აი მაგალითად შაშან გასულ წელს მქონდა ესეთი პროგრამის მსგავსი ისა, რომ შეკითხვა მოძღვართან. და აი მაგალითად საჩხერის საჯარო ბიბლიოთეკაში, ცენტრალურ ბიბლიოთეკაში მქონდა სხვადასხვა ასაკის ბავშვებთან შეხვედრა. მათ ჰქონდათ თავიანთი კითხვები მომზადებული, მათ შორის კიდევ უფრო მეტი, ვიდრე წარმოვედგინა. და შეხვედრა იყო დაგეგმილი დაახლოებით 1 საათი უნდა გაგრძელებულიყო და ისე წარიმართა ეს შეხვედრა 1 საათი კი 3 საათზე მეტი დავჭირდით და ისეთი კითხვები წამოვიდა, რომელიც აი მაგალითად უნდა ჩვენთან სასულიერო სკოლაში ალბათ იმის გამოც რომ ჩვენ ახლა ყოველდღიურად ხვდებით ერთმანეთს, ალბათ ამის გამო იმდენი კითხვა არ არის, თუმცა აქაც არის ბევრი კითხვა და ჩვენ ვიჩვენებთ. თუმცა აი მაგალითად საჯარო სივრცეში ადამიანები, რომელიც თქვათ საჯარო სკოლაში, რომელსაც დღევანდელ რელიგია არის ალბათ თქვათ სკოლაზე. მოძღვართან ნებისმიერ სოფელში და თემში შეიძლება შეხვდეს კითხვა დაუსვას, მაგრამ აი ეს
ესე ვთქვათ, შიმშილი, ესე ვთქვათ, კითხვა, რომელიც სულიერ კითხვებს ემსახურება, ადამიანს აინტერესებს ნებისმიერ დროს, აი თუნდაც ახლა ჩვენ გქონდა ერთ-ერთი ჩვენი პირველი კლასელი, მოვიდა ვეკითხება თუ როგორ გაჩნდა ღმერთი. იესო როგორ გაჩნდა გავიგე, მაგრამ აი მამა ღმერთი როგორ გაჩნდა და ჩვენ აუხსენით მას თუ როგორ არის ის დაუსაბამოა, თუ ღმერთი ემსახურება, ანუ ღმერთი უნდა გაჩნდეს, ვინმე უნდა გააჩინოს, არ საუბრობ ძეზე, რა თქმა უნდა, საუბრობ მამა ღმერთზე. და მამა ძე სულიწმიდა სამება ერთ არსება, მაგრამ ჩვენ საუბრობთ იმასთან დაკავშირებით, რომ გაჩენილი, ანუ თქმნადი ღმერთი, ჩვენი ღმერთი ვერ იქნება. აი უქმნელი რომ არის, რომ თვითონ არის ყოვლის შემოქმედი, აი ესეთი ღმერთი გვწავს ჩვენთან. მასაც აუხსენებთ, თუნდაც იმ კუთხით, აი მაგალითად, ახლა პირველ კლასელებს ხშირად აინტერესებს, რომ როგორ გააჩინა ღმერთმა ეს სამყარო რა. აი ჩვენ ხშირად ვეუბნებით ხოლმე ამ საკითხთან დაკავშირებით არის ესეთი, ისე ვთქვათ, ცნობიერების ამაღლება, როგორ შეიძლება პირველ კლასელს მე ეს უთხრა. აი მაგალითად, ჩვენ ყველა ჩვენთან შეგვიძლია ხატვა. მე შეიძლება უფრო ნაკლებად კარგად, მაგრამ ვიღაცას ძალიან კარგად გამოდის. მაგრამ ჩემი ნახატის, არ ჩემი ნახატის, ანუ პატარას ნახატის უკან არ ჩანს მინდა ხატა, ხო? ნახატი ნამდვილად ჩანს. მაგრამ შემოქმედი ამ ნახატისა ახლა შეიძლება მე ზე პროფესიონალი ვიყო და ამოვიცნოთ ხა სიტყვაზე, აი მასწავლებელმა ამოიცნოს როგორი კალიგრაფია აქვს, ვინ დაწერა, ვინ დახატა, მაგრამ ანუ ჩვენ აი ამ კუთხით, აი ამ შეფასებით გულისხმობთ რას, ვეუბნებით რას, რომ როგორც აი ამ ნახატის შემოქმედი ხარ შენ, ასევე ამ ხელი სამყაროს შემოქმედი ღმერთი. და აი ამ ნახატში ჩანს შენი შემოქმედება. აი ამ სამყაროში ჩანს ღმერთის შემოქმედება. როგორი დიდიც არის ეს სამყარო, ისეთი დიდია ეს ჩვენი შემოქმედება, კიდევ უფრო მეტად დიდი, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენთ, ეს უბრალოდ ჩვენი აღქმა. ესეთი და უმნიშვნელოვანესია, რომ აი ბავშვი, რომელიც მიხვდება ამ მდგომარეობას, გაიგებს ამ მდგომარეობას, აღგოს ამ მდგომარეობას, მე რა თქმა უნდა, ერთ წამში შეუძლებელია, რომ მას ესე ვთქვათ, უკვე ჩამოუყალიბო და უთხრა, რომ ეს ღმერთი როგორია, მაგრამ აი ჩვენ ხო ხედავთ თუნდაც კალიგრაფიაში, როცა წერს ბავშვი პირველი კლასიდან ბოლომდე, რომ როგორ ვითარდება. და ჩვენ ვიცით, როგორი კალიგრაფიაც არის, ესეთი ვფიქრობთ, რომ ეს როგორი კარგი ბავშვი, როგორ კარგად განვითარდა. და წარმოიდგინეთ, როგორი კარგი კალიგრაფია, ანუ როგორ დაწერა ღმერთმა ეს სამყარო, როგორ შემოიტანა მზე, მთვარე, ვარსკვლავები, როგორ მოსცა ყოველივე სიცოცხლე რა და თვითონ სიცოცხლეა, სიცოცხლის მომცემი, შეუძლებელია სხვაგვარად. და ამ საკითხებთან დაკავშირებით, კიდევ სხვა საკითხებთან დაკავშირებით, ასაკობრივად აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით ჩვენ ვცდილობთ, რომ ყველა ადამიანთან გავიდეთ ურთიერთობაში. აი პატრიარქი ხშირად მეუბნებოდა ხოლმე, რომ ყველა ნებისმიერი ადგილი, სადაც შეიძლება ჩვენ ვისაუბროთ, სადაც შეიძლება ჩვენ ვიმოქმედოთ, ანუ ქმედება გქონდეს, უნდა ყველა ჩვენი საქმე უნდა იყოს სადიდებლად ღვთისა. ვცდილობთ ამას, რამდენად გამოდის ეს ღმერთმა იცის, მაგრამ უპირველეს ყოვლისა ბავშვთან, დიდთან თუ პატარასთან თუ ნებისმიერ ასაკის ადამიანთან ყველასთან შეიძლება სასაუბრო ენა გამოინახოს, იმიტომ რომ არ არსებობს ადგილი, არ არსებობს გარემოება, რომ აი წმინდა წერილმა მას არ უპასუხოს. შეუძლებელია. და ზოგჯერ და ხშირ შემთხვევაში ახალგაზრდები აი მიდიან აი ესეთ ჩიხში შედგენ, ჩიხში ვარდებიან. აი პატრიარქი ხშირად говорит, რომ ჩიხი არ არსებობს. და ჩვენ თუ ერთ ადგილზე ჩხუბობთ, რომ აქედან უნდა გავიდეთ, იქიდან შეიძლება ვერ გავიდეთ, მაგრამ აუცილებლად თუ გავივლით რაღაც ეტაპს, რაღაც ადგილს, აუცილებლად მივაგნებთ, ანუ ნახავთ კარს. მაგრამ ნუ კი ვანგრევთ ამას. უნდა მოვიციოთ. აი მაცხოვრებელს ირეკდეთ და განგեղებათ. ეძიებდეთ და ყოფდით. ითხოვეთ და მოგეცემათ. მაგრამ ზოგჯერ არის პრობლემა აი იმისა, რომ ადამიანი ითხოვს მაგალითად და არ ეძლევა. ეგეც ხდება. რატო არ ეძლევა? შეიძლება რომ იკითხოს ადამიანს. ორი ფაქტორია. შეიძლება ბევრი, მაგრამ ნუ რო გამოვოთ. უპირველეს ყოვლისა, ჯერ არ არის ადამიანი ამისთვის მზად მისაღებად, რასაც ითხოვს. არ აქვს გათესნობერი. მეორეა და უმთავრესი, შეიძლება ეს პირველიც კი გვეთქვა რა. არ ჯერა რომ ამას მიიღებს რა.
აი ადამიანი მithumetes ბავში, მithumetes მოზარდი თუ დაიჯერებს, ანუ მისი აი სარწმუნოება ეგ არის, უნდა ჯეროდეს. თუ დაიჯერებს, აუცილებლად მიიღებს, მაგრამ აი ეს დაჯერება არის ზუსტად რწმენა და თუ ღმერთს იწამებს, რა თქმა უნდა, ყოველივე გამოუვა. არ არის ესეთი რამე, რომ არ გამოვიდეს, მაგრამ ამ პროცესს ახლა ჭირდება ადამიანური გადასახედიდან, რომ შენ დაიჯერო. აი ყოფილა ჩემს ცხოვრებაში, ადამიანების ცხოვრებაში ისეთი რამ, რომ კი არ გითხოვია საერთოდ, მე დაიწყე ფიქრი. აღმოაჩინე, რომ ის უკვე შენთვის შეძენილია ღმერთს რა, ის უკვე შენთვის მოპოვებულია ღმერთს, მაგრამ აი აქამდე რომ მივიდეს ადამიანი, მე არ ვამბობ, რომ მე ვარ უკვე ამ დონეზე და ის უნდა უფრო ღრმად, მაგრამ მე ყოველთვის ხედავ ამ ყველაფერში, ანუ აი ჩემს ცხოვრებაში ხშირად კი არა და უმეტეს შემთხვევაში მინახავს ღვთისმა, როგორ მოვედი. მეც მქონია პროცესები, სადაც თქვა სიტყვაზე შემცდავა, ბავშვობაში დღესაც არის ეს პროცესები, მაგრამ აღმოსავალი და გამოსავალი არის სინანული, სიყვარული, ურთიერთპატივისცემა, გაგება, ჩვენ დავფიქრდებით. ახლა აი ბებო ამბობდა ხოლმე ხშირად, რომ როდესაც ჩვენ საუბრობდით, ხშირად მეც ვთხოვდნენ, როგორც სხვა ბავშვებს, რომ ასე მოვიქცე და ბებო დედას ეუბნებოდა ხოლმე, რომ ახლა ესე ვერ მოიქცეო, როგორც 40 წლის ბავშვი იქცევ, იმიტომ რომ მე ვარ 9 წლის, 7 წლის, 8 წლის, 10 წლის და შემდეგ და ეს გამოცდილება, აი ეს განათლება, აი ამ პროცესთან შეხება არ აქვს რა და ვერ ახერხებ იმას, რასაც 40 წლის ბავშვი დიდი მოახერხებს და ისე მოახერხებს 40 წლის კაცი, რასაც 4 წლის და 8 წლის ბავშვი მოახერხებს, იმიტომ რომ მას სხვა გადასახედი აქვს, მას სხვა ურთიერთობა აქვს ღმერთთან და ჩვენ კიდევ სხვა ურთიერთობა, ასაკობრივად ნებისმიერ პროცესში, ნებისმიერ ცხოვრებაში, ნებისმიერ პროფესიაში, ღმერთი ყველა პროფესიით, ყველა დროით, ყველა ესე ვთქვათ, განზომილების არ არსებობს, ესე ვთქვათ, დამაბრკოლებელი რომ ღმერთთან არის ურთიერთობის ადამიანმა. უბრალოდ ზოგჯერ ადამიანი თვითონ ცდილობს რომ ღმერთთან არის ურთიერთობის. ფიქრობს რომ აი თქვა ეს მე გავაკეთე. მე ხო შემიძლია. და აქაც მოხდება ღმერთი, არ არსებობს რომ ღმერთი არ გამოხოს. შენ გააკეთე, კი ბატონო, და გააკეთე. თავისუფლად გიშო. ცალკე შენ ცდილობ რომ ის ცალკე დააყენო რა და გაძლევს ამის უფლებასაც, გრთავს ამის ნებასაც, მაგრამ მოათროო და მიხვდები რომ მის გარეშე ვერ ახერხებ რა, სინერგიის გარეშე ვერ ახერხებ. ანუ ჩემი ანუ ადამიანისა და ღვთაებრივი ენერგია რომ შეერთებულია, ყოველივე შესაძლებელია, კარგს გულისხმობ რა თქმა უნდა და არასდროს აი ადამიანი წეხარაც რომ ავუდით რომ ითხოვს, შეიძლება ცუდს ვითხოვ, მე ცუდი მინდა, მაგრამ ვფიქრობ ჩემთვის ეს კარგია, მაგრამ რამდენად გამოადგება ეს სამყარო, საზოგადოება ზოგადად და ეს უმნიშვნელოვანესია. მე არ ვიცი ზუსტად ეს მე ჩემთვის კი კარგია, მაგრამ სხვისთვის როგორია. ამიტომაც შეიძლება არ დაუშვა ეს ღმერთმა და ძალიან ბევრი რამეა. ეხლა წლების მიხედვით ადამიანის ცხოვრებაში იმატებს გამოწვევაც, იმატებს კითხვებიც, იმატებს რა თქმა უნდა პასუხისმგებლობებიც და ამ შემთხვევაში კიდევ უფრო მეტად საჭიროა ღმერთთან ურთიერთობა, როგორც ჩვენი ზოგადად ადამიანების ურთიერთობა. არის რაღაცა, რომელსაც მე ვათვიცნობიერებ, არის რაღაცა, რომელიც მე ვისწავლე, მაგრამ არიან ადამიანები, თუნდაც მოძღვრები, თუნდაც ჩვენზე უფროსი თაობა, რომელთაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვს და ამ გამოცდილების გამოყენება შეგვიძლია ჩვენ. სწორად, თუ შევძლებთ. როგორც ვიცი, მამაო ტაძრის მშენებლობა და სრულყოფილი რეაბილიტაცია ძალიან მალე დასრულდება. ასევე ისიც ვიცი, რომ ყველაზე მეტად თქვენ გიხარებთ. თუმცა ჩვენთვის სოფლის მოსახლეობისათვის ემოციური და განსაკუთრებულად სასიამოვნო. გვიანბეთ ამის შესახებ როგორ ემზადებთ? ნამდვილად მნიშვნელოვანია ჩემთვის წმინდა ბარბარეს ტაძრის მშენებლობა, იმიტომ რომ მე 2010 წელს მივედი ჭალაში და ფაქტიურად ამ სოფელს დიდი ტაძარი არ აქვს, არ ქონდა რა, უბრალოდ ეხლა კი აქვს მადლობა ღმერთს და ფაქტიურად მხოლოდ და მხოლოდ პატარა ტაძრები არის აი ამ თემში მთლიანად და როცა გადაწყდა 2011
11 წელს ჩვენთან ჩამოვწევდა მის უწოდესობა. აი ჩემი სურვილი იყო რა ამ ადგილზე ცენტრალურ ჭალის ცენტრალურ ადგილზე აშენებული იყო წმინდა ბარბარეს ტაძარი და მისგან მივიდეთ კურთხევა და ნუ ამ ყველაფერს დაჭირდა ძალიან დიდი ძალისხმევა დღემდე რა თქმა უნდა, მაგრამ უპირველეს ყოვლისა აი დღესაც ვამბობ და დღესაც ვფიქრობ გაკვეთილზე და ვამბობ დღევანდელ დღეს რომ თუ ადამიანი მათ შორის მამა გიორგი იფიქრებს რომ ეს ყველაფერი მე გავაკეთე, ნუ იქ პრობლემაა აუცილებლად, იმიტომ რომ ეს ყველაფერი გაკეთდა ერთობლივად და ღვთის უპირველეს ყოვლისა დახმარებით. მართალია ის რომ ნუ რაც შეიძლება უმოკლეს დროში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. და ჩემთვის ის ადგილი როგორც აი წმინდა ბარბარეს ტაძრის თითეული აი მეტრი მიწის ნაკვეთ სანტიმეტრის თითეული არის უმნიშვნელოვანი. აი მგუში ღამით, ანუ აი პირველი საათი დაიწყო და ახლავთ მაშინ მივედი იქ ახლა ღამის განათების შეკებით დავაყენეთ სამრეკლოზე და მაინტერესებდა ანუ გვიან ღამით როგორი იყო რა და ნუ ჩემთვის ეს არის აი რა სულ თქვა გულის ცემა რაღაცა უმნიშვნელოვანი თითეული ქვა ვიცი სადევს როდის დაიდო როგორ დაიდო როგორ მოახერხეთ ეს ყველაფერი მაგრამ ამ ყველაფერში უმნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის რომ აი ღმერთმა მოგცა ამისი ძალა საშუალო თუ ღმერთი არ მოგცევს ამის ძალას საშუალო ვერაფერს ვერ გააკეთე აი მე ესე მჯერა მაგრამ ყოფილა პროცესი როდესაც ადამიანებს უთქვამს რომ აი ამას ვერ გააკეთებ აი ეს არ გამოვა რაღაც აი ეს ხალხი არ მოგეხმარება მე ჩემი ახალგაზრდული ფიქრით რაღაც გამოვსდელი დროით თქვა სიტყვაზე აი ყველაფერში გამომადგა იმაში რომ მე სრულიად გამოვსდელმა პროცესში აი ამ შენებლობის პროცესში აი ამ ხელა ტაძრის შენებლობას მოკიდე ხელი მაგრამ აი ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილზე მაჩვენებდა ღმერთი რომ შენ შეგიძლია და მე აი დღესაც არ ვჯერა რომ მე ეს არ შემეძლო მაშინ და ვერ გავაკეთებდი მაგრამ უმთავრესი და უპირველესია ამ ჩემს დაჯერებას აი რაღაც თითქოს ლიდერის ფუნქცია შევითავს სხვასაც გადავდე რა დავაჯერე რომ ჩვენ შეგიძლია იყო პროცესი რა აი მაგალითად აი როგორ სოფელს როგორ შეუძლია ეს ისა აი ადამიანს და მე მეუბნეოდი თუ მე-19 საუკუნეში თქო წყოს და უფრო ადრეს და შემდგომაც მაგრამ მე-19 საუკუნე ჩემთვის უმნიშვნელოვანესია და ყველა ქართველის გრიგოლ ხანძთელმა თუ შეძლო არა შეძლო ისეთი პროცესები განავითარა არ არსებობდა ამწეკრანი არ არსებობდა სატურთო მანქანა არ არსებობდა ბეტონის ესე მოსაზელი მანქანა და აი ხელა ტაძრები ააგეს აი სვეტი ცხოველი თქვათ რა ნუ მსგავ არ არსებობდა არც ხელოვნური ინტელექტი არ არსებობდა არც თქოს დღევანდელ დღეს ამდენი უმაღლესი განათლების მძელა თუმცა როგორც ჭას და ეს დასრულებული რომ საქართველოში არა მარტო ესე ვთქვათ განათლების კერა იყო თქოს ასე სულიერების არამედ სამშენებლო ნებისმიერი ყველა პროფესია იყო უმაღლეს დონეზე განვითარებული იმიტომ რომ როცა ახლა სედი ცხოვრში შეეხვალ ადამიანი ნუ იქ ნახავ აი თქო წვაზე აი როგორ შეიძლება ყველაფერია შეგროვებული ერთად ის მარტო ქვები კი არ არის აწყობილი აი როგორ მომზადდა საფუძველი ფიქრობ ადამიანი აი ჩვენ ხომ მომზადეთ თქო წვაზე ჭალაში საფუძველი მაგრამ ნუ აქ რო შეკითხარ ფიქრობ რომ აი ამ გასულ ამდენი 10 საუკუნის უკანდელ პროექტში როგორ შეძლო არქიტექტორმა, აი ქტიტორმა, ადამიანმა, აი არა კომპიუტერი, არა ესა მობილური, არა ესა, როგორ შეძლო უმაღლესი სიზუსტით აი ეს ტაძრის გადანაწილება ტვირთის, აი ამ ბჯენებზე, აი უმაღლეს დონეზე როგორ შეძლო, აი თუ ამბე ეპოქაში შეძლო, ეს ჩვენც ხომ მათი გენეტიკა ვარ და რა, ნუ ჩვენ შევძლებთ რა არის შეუძლებელი შეუძლებელი კასტაგან ამოს მაცხოვრე არის შესაძლებელი ღვთისა მიერ და ის რომ ისია თუ ამაში დარწმუნებული ხარ ეს ხარ რომელიც მე გამაჩნია თითოეულ მათგანს გადავდებ როდესაც მე თუნდაც გუში გვიან მივედი იქ მე იმიტომ მივედი რომ მე აი ამ
შენობა ნაგებობასთან შეხება, აი დღეს საუბრობთ სხვათა შორის მქონდა ერთ-ერთი გაკვეთილზე, რომ ღმერთი არ შევიდა იმ ტაძარში. ერთ-ერთი ტაძარზე იყო საუბარი წმინდა წერილშია. მე სულ დამისურს ჩემი თავის კითხვა. კი, ავაშენე ტაძარი, მაგრამ თავარი ღმერთი უნდა შევიდდეს იმ ტაძარში. ახლა შეიძლება ადამიანი რას ქვია ღმერთი თუ არ არის, როგორ არსებობს ადგილი, სადაც ღმერთი არ არსებობს. არა, ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ისე, რომ ღმერთს სურვილი გაუჩნდეს, რომ იქ იყოს შენთან ერთად. შენ არ უნდა განდევნო ის, არც ტაძრიდან, არც სახლიდან. ანუ შენ თუ ფიქრობ, რომ მე მარტო შემიძლია ეს, ანუ იქ ღვთის ადგილი არ არის. ესე ფიქრობ. არა და უმნიშვნელოვანესი შეიძლება, როგორ შემიძლია მე ვთქვა, რომ მე ღვთის გარეშე იქ ერთი აგურიც არ დამიდევს, ერთი ბლოკიც, ერთი ცემიწა. ყველა დღე თითეული ურთიერთობა, სოფლის მოსახლეობა, არა მარტო სოფლის მოსახლეობა, მათ შორის ადამიანები, რომლებიც აი ინტერნეტ სივრცით გამოეხმაურენ და დაგვიდგნენ გვერდში. ადამიანები, რომლებიც წლების მისი ბაბუა, ბებია ცხოვრობდა აქ და ეხლა დღეს აღარ ცხოვრობენ. ნახეს გაუჩნდათ სურვილი, რომ აქ შემოსულიყვნენ. ანუ ეს არის საღამოთო, აი საერთო სიხარული. თუ აქ ღმერთის ხედი არ არის, ვერაფერი ვერ იქნება. მე ამაში დარწმუნებული ვარ, მაგრამ უპირველეს ყოვლისა ღვთის ხედი რომ არის ეს ერთობა, რომელიც უნდაც აი ამ სოფელს, ჩემს სოფელს ამ შემთხვევაში ჭალას გამოარჩევს და ნამდვილად შეიძლება სხვა სოფლებისგან მე ესე უყურებ, ესე უცქერ ყოველ შემთხვევაში, რომ მსგავსი ერთობა არ ყოფილა. აი როდესაც ერთობა კიდეც შენდება და კიდეც ყურებდა, როდესაც ერთმანეთს ჩვენ ვეჭუბებით, არაფერი არ კეთდება, პირიქით ვაფუჭებთ რა და მათ დაინახეს, რომ მე ამ ყველაფერს იმისთვის კი არ ვაკეთებ, რომ ვერც სახში ვერ წავიღებ და ხშირად ვამხოლ, რომ ვერც მიწაში ვერ წავიღებ ვერც ჩვენთაგან. აქ რჩება ეს, მაგრამ უპირველეს ყოვლისა ქვას, ტაძარს, სახლს, მანქანას, მაშინას მნიშვნელობა, როცა ის არის ადამიანისთვის. თუ ადამიანი არ შეგნით არ აფუნქციონებს, მას სული ეცლება და მე შევთხოვ ღმერთს, რომ მოგცეს ამისი ძალა, არა მარტო შენება ავაშენეთ კაცოზე გასაგებია, მაგრამ შიგნით იყოს ის რისთვისაც აშენდა ღმერთი და ღმერთთან მოსაუბრი ადამიანი. ეს ეკლესია რაც უფრო დიდი ეთქოს, უფრო მეტი ადამიანი ეტევა, გასაგებია, მაგრამ ეს ტევადობა, მარტო ტევადობა ხო არ არის. უმთავრესია იქ იმ ცნებებზე, იმ სწორად ცხოვრებას, სახელმწიფოებრიობაზე, ღვთის დიდი შეწონით და აი მთელი სოფლის, აი ჭალის მთელი აი საოცარი სოფლის გვერდში დგომის და ერთობით. აი დღეს რა ვიცი, ვფიქრობ, მე უფრო მეტად მიხარია, მე ვფიქრობ, მე უფრო მეტად მიხარია. რაცა ფიქრობს, რომ მას უფრო მეტად უხარია, მაგრამ ნუ ეს ყველაფერი ემსახურება ერთს, რომ ჩვენ ერთად მიხარია ეს ყოველივე რა. გვიანბეთ თქვენი ემოციების შესახებ, როდესაც მამაოდ გაკურთხეს. რა შეიძლება ჩემი სასულო პირად კურთხევას, ეს ყოვლისა ვიტყვი იმას, რომ ვერ წარმოვედგინა, რომ მე თქვა სასულო პირი გავხდებოდი, როცა ერთში ვიყავ ახლა ჩემი ესე თქვა საერთო ცხოვრება სკოლის პერიოდი, ამას ვერ მოვიფიქრებდი ახლა, ალბათ ვერც ვერავინ ვერ ფიქრობს ამას. თუმცა როდესაც გადაწყდა, უпростоრად როდესაც გადაწყდა თვითონ ჩაბარება სემინარიაში, ანამ მე ვსწავლობდი უნივერსიტეტში და რომ გადაწყდა ჩემი სემინარის ჩაბარება, ჩემი მოწმის ლოცვა-კურთხევით, მამა არკადი ივანაშვილის ლოცვა-კურთხევით. რა თქმა უნდა, მე ეს ყველაფერი მინდოდა, მაგრამ მინდოდა იმისთვის, რომ სწავლა გამეღმავებია და ეხლა იმ წუთში ნამდვილად არ მიფიქრე, რომ ეს სასულო პირი გავხდებოდი. თუმცა მამა არკადი ამ ყველაფერში ესე თქვა დაინახა, რომ ესე უნდა მომხდარიყო, რომ ეს სასულო პირი გამხდარიყავი და მოხდა ისე, რომ აი აქაც ღვთის ხელი იყო, რომ მე ვამთავრებდი უნივერსიტეტს და ერთი წელი დამრჩა და მრჩებოდა და როცა ვაპარებდი სემინარიაში, დამაგდა ორი ქულა. და მაშინ იყო ესეთი ისა 2005 წელში, რომ აი ხელს ითხოვდი პატრიარქისაგან, რომ მოეცა, ესე ვთქვათ, გაგრძელებია სწავლა.
ამორგულოს და გადადიოდი მართლა ეს მსგავსი ფაქტი მრავალი მომხდარა სემინარიაში პატრიარქის დიდი მოწყალებით სიყვარულით, თუმცა ბევრ ადამიანს ეს აღარ ახსოვს, მათ შორის ჩემს მეგობრებსაც, როგორი დიდი მოწყალე, როგორი დიდი მოსიყვარულე იყო ნებისმიერ დროს და არის ჩვენი პატრიარქი, რომ ყოველთვის ცდილობდა, რომ ყველა ადამიანისთვის რაც შეიძლება მეტი ყურადღება, მსგავსი და მე შემეძლო, რა თქმა უნდა, რომ ესე გადავსულიყავ, მაგრამ აი მამარკადის კურთხევით მოვხდი მოსამზადებელ ფაკულტეტზე ოღონდ სემინარიაში და აი ეს მე მაწყობდა იმ პერიოდში იმ კუთხით, რომ ერთი წელი დამჭა აკადემიაში რომ დამთავრებია და მე ჩავაბარებ სემინარიაში და ისე მოაწყო ღმერთმა დრო, რომ პირიქით, აი მე როგორც წარმოვიდგენდი რა. და მამარკადი მითხრა ძალიან კარგი დღე იქ ისწავლე, დღის მეორე ნახევარში იყო აი მოსამზადებელ კურსზე სწავლა და ნუ ჩავირიცხე აქ დავიწყეთ 74 სტუდენტი ვიყავით მოსამზადებელ კურსზე და აქედან ჩვენ გვასწავლიდა ისტორიას ბატონი სერგო ვარდოსანი ძალიან გამორჩეული ადამიანი, დღესაც მეგობრული და გამორჩეული ურთიერთობა მაქვს ამ ადამიანთან. ის ჩემთვის განსაკუთრებულად მისი სიტყვები, უბრალოდ იყო აი мотивация იყო ჩემთვის, აი ერთხელ მეკითხება, რომ აი მოსაზრებელ კურსზე რომ მე სად ცხოვრობდი აქ, მე ვთქვა რომ ბიძა ჩემთან ცხოვრობ რა და მითხრა რომ თუ შენ თელი ესე ვთქვათ სემესტრის განმავლობაში, მთელი წლის განმავლობაში ყველა გაგვეთის ისწავლი, ყველა ეს მე და გაზრდ პირობას რომ შენ უგამოსოდ გადახარ სემინარიაში. მაგრამ თუ ერთხელაც მაინც შემთხვევა მოხდება ისე რომ არ გეცოდინებო, მე დავრეკავ ბიძაშენ და შედახარ სახში რა, სოფელში. შენ ვეღარ გაგძლებ სწავლას. ეს იმდენად мотивация იყო ჩემთვის, ნუ არ ჩამიგდი არც ერთი გაკვეთილი რა, არც მასთან, არც სხვა პედაგოგებთან და მოხდა ისე რომ აი როცა მოხდა მოსამზადებელი პერიოდი უკვე სემინარიაში ასე ვთქვათ უნდა ჩვენ ისე ვთქვათ ჩავირიცხეთ თუ არ ჩავირიცხეთ თუ გამოსდები უნდა ჩავაბაროთ ამ დროს გარდაიცვალა შორიდან ეწვა მაგრამ მინდა რომ იქ მივიდეს ზუსტად რა და ამ დროს გარდაიცვალა ჩემის ბიძა და მე აქ ვიყავი და მაგრამ იმ დღეს ავსიტყვით ჩავსულიყავ გამეგო ეს ამბავი რა და წავედი შეხვედრაზე და მეც და ჩემი მეგობრებიც ესწრებოდნენ აი ამ შეხვედრას, ვინც ემზადებოდა ჩვენთან ერთად და მოხდა ისე რომ დამასახელა, ანუ მომზადებოდა ისე და აი 74 ადამიანში ერთი ადამიანი ვიყავი, ვინც უგამოსოდ და გადასულიყავ. თუ ზოგადად ჩემი გულის პეთქვა იყო, რომ ფიქრობდი, რომ შეიძლება მითხრა, მაგრამ არ დაავიწყდეს ადამიანები ვარ ჩვენ რა, შეიძლება არა ესე. მაგრამ ნუ ამ პროცესმა ჩემში ძალიან დიდი როლი ითამაშა, რომ მე გადავედი უგამოსოდ ჩემი ესე ვთქვათ წელი წლის განმავლობაში ისე კარგად ვისწავლე, მაგრამ შემდგომში აი როგორ ვამთავრებ სემინარიას დავქორწინდი და ისა აი მე მინდოდა გამიგრძელებია სწავლა აკადემიაში კიდევ და ამიტომ მივედით მე და ჩემი მოძღვარი მეუფე დანიელთან. თუ ეს კურთხევა აქვს რა, გამიგრძელებია სწავლა. და როცა ვისაუბრეთ მეუფე მითხრა რომ მე მარტის ბოლოს ჩამოვალო და უნდა გაკურთხო. კარგი შეიძინეო. ეს ჩემთვის იმდენად ემოციური იყო, მე სხვა რამეზე მივედი რა, მე ვიქნა რომ უნდა გავაგრძელო სწავლა რა, კიდევ გამატებით და ეს სიტყვები იყო აი ვერ გავიგე, მაგრამ ანუ ეს არ იყო რაღაც მე ამისთვის არ ვიყავი რა, მზად აი იმ წუთში რა და იმ წუთში ეს არ არის, მაგრამ ზოგადად და მე ვფიქრობ რომ მითხრა ეს ისე და დავიბენი და მითხრა რომ არ გინდა რომ გაკურთხო და მე ვთხარი კი როგორ არ მინდა, მაგრამ ნუ ამ წუთში მე ეს ვერ წარმომედგინა მეთქი და ხო და მე ესე წარმომედგენია მითხრა რომ თქვენ უნდა გაკურთხოთ და ნუ მართლა მომიზადეთ კალოთ შევიზენით, მაგრამ ის დღე ემოციურად თქვა სიტყვაზე და ხელდასმის დღეც მნიშვნელოვანია, თუმცა მე დღესაც ვიტყვი რომ მე მადლობ ღმერთს აი ამ დიდი პატივისთვის, რასაც მადლობა ქვია
მაგრამ ვეთანხმები ასევე გრიგოლ ხანძთელს, რომელსაც რომ აი სიმხელა პატივია რომ ამას რომ ხედავდეს ადამიანი, გაიქცევა აუცილებლად. ღმერთი ამ ყველაფერში ცდილობს რომ ეს დიდი პასუხისმგებლობა შენ ბოლომდე ვერ გავთვისნობიე რომ ალბათ, თორე ამაში ვერ შეიჭრება. აი სიმხელა დიდი მსახურებაა რომ ადამიანი ამ ყოველივეში უნდა ცდილობდეს წესით, ახლა მე გათვისნობიერებლად შევიდეს რა თქმა უნდა მსახურებაში. მაგალითად აი დღეს რომ მე მქონდეს თქვა სიტუაცია მსახურებაში, მე ვფიქრობ რომ ისე სასწრაფო პირობას, თუმცა აი უდიდესი პასუხისმგებლობა და იმ მომენტში, რომელ დროსაც აი შეიძლება ორი სიტყვით ვთქვა, აი როდესაც მუდმივი მოიწევს სული წმინდას, რომ გარდამოვიდეს ვინც იკურთხება და ამბობს რომ ითხოვს ღვთისაგან რომ მიიღოს ადამიანმა მადლი სულისაწმინდისა და იკურთხოს დიაგვნად მოდლად. აი რა შემეძლია თქვა ორი სიტყვით რომ აი ეს არის ესეთი რამ რა ემოცია რა ხო ამას ვკითხულობ და ემოცია რა არის აი ამ დროს ამ დროს ემოცია არის ესეთი რომ აი როცა მთავარი მის ომოპორს თავზე გადებს და ტრაპეზის წინ კითხულობს სულიწმინდის მოწვევის ლოცვას რომ აი რაღაც საოცარი დინარი შემოდის რა შენს გონებაში ну დინარი რომელიც წაგიტაცებს ეხლა მე ვცდილობ რომ ვიო ოქროპირი გამოვიდე მაგრამ ამას ვერ გადმოცემ რა აი როგორაც შეიძლება ისე გადმოვცემ რა ну ეს კიდე უფრო მეტია ვიდრე ამას მე ვაუბნო აი როგორ დინარი უნდა წაგიტაცა რომელთაც აღარ გინდა რომ გამოხვიდე რა რაღაც საოცარი აი რაღაც საოცარი რამე მომდინარეობს მოდი შენს გონებაში აღარ გინდა რომ ეს დასრულდეს არ გინდა რომ ეს ხელები აწიოს მოდელთავარმა ეს მაკურთხებელი მარჯვენა არ გინდა რომ ამ პროცესიდან გამოხვიდე რა ისეთი რამ მომდინარეობს და აი გახსენდება როცა ფერისვალების დრო რომ აი როდესაც პეტრე ეუბნება რომ აქვთო მაცხოვარ სამტალავარო ერთი შენ ერთი მოსეს და ერთი ილიას ვისაც ესაუბრებოდა მაცხოვარი იმდენად მნიშვნელოვანი იყო ის პეტრე თან თავისთვის ზრუნავს და თითქოს ამას თქვენთვის ტალავარი ვქნათ ანუ მოსასვენებელი ადგილი ხო აი ესეთი ამაზე მეტია კიდე რომ აი შენში შემოდის რაღაც სხვა ენერგია რომელიც არ გინდა რომ გაწყდეს ვიღა რომ გაგრძელდეს მოვიდეს კიდევ რა არ გინდა რომ დასრულდეს რა და აი საოცარი ემოცია რა რომლიდანაც ვერ უნდა გამოვიდეს ისედაც ადამიანი და აი ეს მადლი უძლურთა მკურნალი აი სიტყვები ჩაგესმის ნაკვლევად აღმავსებელი ხელდასმულყოფს აი კერძო დიაკვანს ამოდლა და აი რაღაც საოცარი არ გინდა რომ გამოვიდეს არ გინდა რომ ეს დღე დავთავდეს რა გინდა რომ გაგრძელდეს კიდევ და ეს არის ემოცია რომელსაც ენით ვერ აი თან აღწევ და თან ვერ გადმოცემ რა ბოლომდე როგორი განწყობა გაქვთ როდესაც წირვებს ატარებთ ну საოცარია ჩემთვის პირადად უმნიშვნელოვანესია თითეული წირვა ეს არის ღმერთთან შეხვედრა ღმერთთან ურთიერთობა ყველა დრო მაგრამ წირვა არის უმნიშვნელოვანესი მაგალითად აი შემიძლია თქვა მოვიყვანო ნებისმიერი წირვის წინადღეს ჩვენ ვემზადებით როგორც ქადაგებით ლოცვით მაგრამ ემზადები რომ ღმერთ შეეგებო ღმერთთან ურთიერთობო და ეს მადლი რომელიც მოეფინება გადმოცე ამ საზოგადოებას რომელიც ჩვენს სულს უკან დგას ანუ მრევლი მაგრამ უპირველეს ყოვლისა ჩემთვის მაგალითად საწყისში მგლობის საწყისში და დღევანდელ დღესაც ჩემი ბევრი რამე ვისაუბრო მაგრამ უმთავრესი არის რა აი ანა მარია რომ აი განსაკუთრებულად ვემზადები ამ დღისთვის აი წინა დღეს მიჩვენია რომ აი არ იყო დატვირთული სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით მათ შორის ოჯახის წევრებს განავინმეს უშევიკით რომ უპასუხოთ რაღაც არა მაგრამ აი მთლიანად ვცდილობ რომ მოვემზადო და შევეგებო ამ ურთიერთობას იმიტომ რომ აი ეს არის
საღვთო ლიტურგია არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ანუ შემთხვევით ჩაფლული უნდა იყო აი ამ მსახურებაში. ღმერთის პირისპირ დგახარ. მას თხოვ მშვიდობას, კეთილდღეობას, წინსვლას, წარმატებას, ცოდოთა მიტევებას და ასე ერის ერთობას, მთლიანობას, ჩვენ სწორად ცხოვრებას და მე ხშირად აი ჩემი ემოცია აი ამ დღეს, აი ამ წილის ყველა წილოზე სხვადასხვაგვარია, მაგრამ ერთიანობაში არის, რომ მთლიანად მობილიზებული ვიყო ღმერთთან შეხვედრისთვის. მაგრამ აი მქონია პროცესი, რა მაგათაც დავიწყე ღვთისმსახურება. აი როდესაც პირველი ნაბიჯები პირველად ვწირე, თუნდაც აღდგომის ღამისთების მსახურება. რომ საუკუნეები იმ ტაძარში არ ყოფილა წირვა ლოცვა და მე პირველად დავასუფთავეთ, მოვამზადეთ, წიგნი დავდეთ, ზარი დავრეგეთ რაღაცა, მაგრამ არა მარტო მეთავრეგე ზარი. ამუშავე რაღაც ადამიანების მოვიდნენ ახალგაზრდა ბიჭები, რომელსაც ზარი დარეგეს. მათთვის უცხო იყო ეს პროცესი, როგორაც წლების წინ ჩემთვისაც უცხო იყო. ეს პროცესი და მე მაგალითად მივდიოდი აღდგომის ღამის თევაზე, ჩემს ბიძაშვილს მივყვებოდი, ჩემს ძმას, ჩემს მეგობრებს მივყვებოდი, მაგრამ არ მესმოდა იქ რა მსახურება მიმდინარეობდა, ვერ აღვიქვავდი. და როდესაც პირადად მე უკვე დავიწყე ეს მსახურება და უპირველეს ყოვლისა აი დღესაც მაგალითად მუშაობასაც, ყველა კვირასაც საოცარი განცდა, მაგრამ აღდგომის მსახურება მაგალითად ჩემთვის აი ერთი სული მაქვს, რომ ეს მსახურება დავიწყო, როცა აღდგომის მსახურება უნდა. რაღაც სხვა კვირას არ ვაკეთებ ასე, მაგრამ აი აღდგომა ყველა დღე ყველა კვირა ესეა, რომ სიცოცხლის გამარჯვებას ვზეიმობთ, მაგრამ აი აღდგომა ეს არის რა ემოციურად რა, აი ამას ეხები, შენ თვითონ გრძნობ, თითოეულ დეტალში, თუნდაც საკვები რომ მზადდება ოჯახში სხვადასხვა სახის, აქაც კი იგრძნობა აღდგომა და მღვდლისთვის, აი მე პირადად ჩემთვის, ეს არის რაღაცა განსაკუთრებული დღე, ყველა დღე ხო განსაკუთრებულია, ყველა კვირა დღე, თუნდაც წელს, მაგრამ აი შოუბაც მათ შორის, მაგრამ აი აღდგომა, ნუ ჩემთვის არის აღდგომის მსახურება, აი ჩემ მთელი ეს 7 კვირა ეს მარხვის პერიოდი, მოვიზადე რომ აქ მოვიდე რა, მოვიდეთ ერთად და მაგრამ აი ეს ბოლო კვირა დიდი შაბათი და აი ერთი სული მაქვს, რომ აი ეს მსახურება დაიწყოს რა. ერთი სული მაქვს, რომ აი ეს მსახურებაში შევიდე. თავისი განცდა აქვს, რომ იქ რაღაც პრობლემა არ იყოს, რაღაც ყველაფერი წარიმართოს, როგორც ღმერთს გაუხარდება და როგორც ჩვენთვის სათნო იქნება ღვთის წინაშე და აი ისეთი ემოციურია, აი ჩემთვის თითოეული აღდგომა, ნუ არ ვიცი. ეხლა დასწრეს დასწრესაულები ვარ, ესეც განსაკუთრებული ემოციურია, ბარბარობა, გიორგობა, უმნიშვნელოვანესია ჩემთვის, მაგრამ აი მახსენდება ჩემი დიაკრონის პერიოდი ქაშვეთში, თქვათ ზღვაზე. თითოეული დღე იყო მსახურება, რაღაც სხვა ემოცია, მაგრამ აი ხო მე ვსწავლობდი, როგორ უნდა მემსახურა, ფაქტიურად პრაქტიკას გადიხარ, როგორი მღვდელი უნდა იყოს შემდგომში და რაღაცა მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, რომ სწორედ ისეთი ადამიანების გვერდში, რომელთაც დიდი გამოცდილება აქვთ ღვთისმსახურებაში, მე ქაშვეთში გავიარე ეს მსახურება და მაგრამ აი როდესაც უკვე მარტო იწყება მსახურებას, მარტო ეხები აღდგომას, ეს არის აი რაღაც საოცარია, ენით აღუწერელია. მაგრამ ჩემთვის კიდევ ერთხელ რომ ემოციურად აღდგომის მსახურება, ეს არის აი სხვა ენერგია. აი რომლის დროსაც როგორ ჩემ მთელი მარხვის განმავლობაში მუშაობთ რაღაც იხლებთ. მე ბოლო კვირა სულ მსახურებებია, სულ დიდი საკითხავია, უკადაღლილესი ხარ, მაგრამ როგორც კი აი ზარი დაირეკება აღდგომის, თითქოს ეს აი ყველაფერი უკან დაიხია და აი სხვა ენერგია მოდის რა. და აი ამ ენერგიაში გცნობ, რომ ღმერთი გაძლევს ამ ყოველთვის და მადლობა ღმერთს ამ ყველაფრისთვის და თითოეული დღე არის ამ წილის მსახურებას ჩემთვის განსაკუთრებული ემოციური მდგომარეობა შეხვედრა ღმერთთან. რას გუშურავდით მომავალ თაობას? მე რას უსურვებდი, რომ აი დღევანდელ დღეს ძალიან ბევრი გამოწვევა მთელ სოფლიოში, კაცობრიობაში,
ზოგადად ადამიანში, მათ შორის ჩვენს ქვეყანაში და რა თქმა უნდა ჩვენს ამ ქვეყნის და ამ სოფლიოს ნაწილი ვარ და შეუძლებელია როგორც თქვა წყალზე გამოწვევა აქვს ჩინეთში თუ ინდოეთში თუ სხვადასხვა ქვეყანაში ბავშვს მათ შორის ჩვენს ქვეყანაშიც აქვს ნებისმიერ მომავალთაობას და ჩვენ აი მე ვფიქრობ რომ ძალიან ბევრი უნდა დაიბადოს ლიდერი. დაიბადოს საკუთრით მე არ საუბრობ ძალიან ბევრი დაბადებული, მაგრამ მე ვსაუბრობ იმას დაკავშირებით ლიდერობით, განათლებით. ჩვენ უპირველეს ყოვლისა, თუნდაც ასლო პირი, აი საწყისიდან დღემდე პეტრე, პავლე, იაკობი, ივან ნებისმიერი მოციქული როგორ გახდნენ ლიდერები, ხო? აი როგორ გახდა მათი სიტყვა დამაჯერებელი. მათ იცოდნენ ამის შესახებ, ხო? პირდაპირ თვითონ ეხებოდნენ მათ ცხოველს. და როდესაც ეხება ადამიანი, როდესაც აქვს ამის განათლება, აუცილებლად ყოველთვის ეს გარეშე სწორად უნდა წარმართოს და კი შეიძლება მე მქონდეს ფულიც, განათლებაც ყველაფერი, მაგრამ გააჩნია ამ ყველაფერს როგორ მოეხმარ, წიგნები, რა თქმა უნდა, რომელიც ჩვენ უნდა ვიკითხოთ, მაგრამ აუცილებლად ყოველთვის ეს გარეშე ეს ყოველივე გამოვიყენოთ სწორად. აი განათლებულ ადამიანზე საშიში თუ მისი განათლება არასწორად არის მოხმარებული, არ არსებობს. განათლებელსაც არ არსებობს. მაგრამ როცა განათლებული ადამიანი და მის განათლებას სწორად გამოიყენებს, აი ეს არის უმნიშვნელოვანესი რა. და კიდევ ერთხელ სიყვარული ღვთისა და სიყვარული მოყვასისა. აი როგორც მაცხოვარებს ამის რომ შეიყვარე უფალი ღმერთი ყოვლითა ძალითა, გონებითა, მთელი არსით. ძალით გეუნი შენ იმაზე მეტი ძალით კი არა ვიდრე შენ გაქვს. რა ძალა შენ გაქვს? ამაზე რაც არის თავს მეტი. და მოყვასიო, ვითარცა თავითვისიო. თუ ამას გააკეთებს ადამიანი, ყველაფერი დალაგდება. თუ ათმცნებას დაიცავს, ყველაფერი დალაგდება. ყველა კანონი მორეგულირდება, თუ ათმცნებას შეასრულებს. ყველა შესრულებადია უკვე რა. ამიტომ უსურებ სწორად ცხოვრებას ქრისტეს არა მარტო პოვნას, არამედ მის გამყოლას, სწორად ცვლას. და უსურებს წინსვლას, წარმატებას, ჯანმრთელობას, რა თქმა უნდა, და ბოლოს რომ მე ესე ვფიქრობ, რომ არასოდეს არ უნდა დავიწყდეს საიდან მოდის, ვისი გულისა. თუ ამას გააკეთებს, ყველაფერი კარგად იქნება რა. ჩვენთვისაც და ქვეყნისთვისაც. ძალიან დიდი მადლობა მასპინძლობისათვის. არასოდეს დამავიწყდება ეს ინტერვიუ. თქვენთვის გადაცემაზე ვმუშაობთ ინკოგნიტოელი ანა მარია შამანიძე. ნახვამდის. უღრმესი მადლობა ანა მარიას, ჩვენს კარგ გოგოს, უსურვებთ წარმატებას, ბედნიერებას, გახარებას და იმედია, როცა მომავალში დიდი ჟურნალისტი გახდება, ვერც არ დაგვირიცხებს.